უსახკარო ვარ. მზია წერეთელი ახლა შვილთან ცხოვრობს, თუმცა აქვს მშენებარე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის 37-ში. 200 კვადრატულამდე ბინის დაყადაღების ამბავი ყოფილი პრეზიდენტის ბებია მქობულეთში შეიტყო. ეს 99 წელში ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ იქნა შესყიდული შევიტანეთ სამ მშენებარე სახლში. და დღესაც არ არის აშენებული ეს დავარქვით მერე არაშენდა. დაყადაღებული არაშენდას წართმევა ბებიისთვის უსამართლობის ტოლფასია. თუ მე ეს ბინაც წამართვა მან ბიძინა ივანიშვილმა მაშინ წამიყვანოს თავის იმ ზვიგენებთან და იმასთან რო ყავს პინგვინები და იქ მაცხოვროს მეტი საშველი მეტი საცხოვრებელი მე არა მაქვს. დაყადაღებული ქონების სიაში მოხვდა Toyota RAV4 ბებიის სახელზე. წერეთლის თქმით, ახალი Toyota 2010 წელს მეუღლის მანქანის გაყიდვის შემდეგ შეიძინა. ასევე დაყადაღებულია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში, მის სახელზე 500 კვადრატული მეტრი მიწა. მე არ ვიცი, მე თვითონ მაინტერესებს რა მიწა, კითხო იმათ, ვინც ეს საკითხი